მომავლის მცველები, ის ადამიანები, ვინც ქვეყანაში მიმდინარე უწყოტი საპროტესტო მოძრაობაში და აქციებში არიან. ჩართულები დღევანდელ დღესაც მასშტაბურ და დიდ აქციას აანონსებენ. დღევანდელი მათი შეკრების ადგილი იქნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღამოს 7 საათი, სადაც ეს ადამიანები ჯერ თავდაპირველად შეიკრიბებიან და შემდეგ უკვე მსვლელობით სწავლენ საკანონმდებლო ორგანოსგან ქვეყნის მთავარ გამზირზე გააგრძელებენ მათ საპროტესტო აქციას. დღევანდელ აქციაზე იდგებიან სხვადასხვა პროფესიის თუ ასაკის ადამიანები, ასევე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებიც. აღსანიშნავია ის დეტალიც, რომ ხედავთ ბოლო პერიოდში იმ გადაწყვეტილებებს, რასაც სასამართლო იღებს სინდისის პატიმრების წინააღმდეგ და მათ მრავალწლიან პატიმრობაში უშვებენ. შესაბამისად, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებების და როგორც ისინი ამბობენ, ამ აბსურდული გადაწყვეტილებების ფონზე პროტესტის ხმა ქვეყანაში არ უნდა შეწყდეს და ქუჩიდან მათი პროტესტის ხმა უნდა ისმოდეს. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საუბრობენ იმაზეც, რომ ქართულ ოცნებაში, როგორც ისინი აღიქვამენ, შიდა დაპირისპირება მიმდინარეობს და ეს მათთვის არის მანიშნებელი და სიგნალი იმის, რომ საბოლოოდ ვითარება და სამომავლო პერსპექტივა მათ სასარგებლოდ იყოს შეცვლილი და სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ ეს პროტესტი არ უნდა შეწყდეს. შესაბამისად, დღევანდელ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ელოდებიან ძალიან ბევრ ადამიანს, ყველას, ვისთვისაც ბრძოლა ისევ გრძელდება, ვინც არ დანებებულა და ვინც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის და რა თქმა უნდა მთავარი მოთხოვნები ტრადიციულად იქნება სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. ეგრეთ წოდებული თვითმარქვია ხელისუფლება სუსტდება, ჩვენ ვხედავთ შიგა პროცესებს, როგორ მიმდინარეობს, როგორ არიან ერთმანეთზე დარეული, როგორ ეძებენ ფულის წყაროს. რეჟიმის შენახვა ძალიან უძვირესი რამეა, ძალიან დიდი ფული და დიდი ქონება საჭირო იმისთვის, რომ რეჟიმი შეინარჩუნო და შეინახვა. ძალიან მწვავე პროცესები განვითარდება აუცილებლად შიგნით, რომელიც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის მათ და სერიოზულად წარმატებული იქნება ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ პროტესტი შევინარჩუნოთ ნებისმიერ ფასად. ჩვენი პროტესტზე არის რეალურად მიბმული საერთაშორისო მხარდაჭერაც და ვხედავთ, ხო, როგორ არის გააქტიურებული ევროპარლამენტი, როგორ არის გააქტიურებული საგარეო კომიტეტი ევროპარლამენტის, ასევე ბრიტანეთის მიმართულება სანქციების. 19 ივლისს 7 საათზე ვიკრიბებით თსეუსთან. დრო არის იმისი არ გავჩერდეთ არავის სახში. აუცილებელია თანადგომა ერთმანეთის და დიდი სიყვარული გადაგვარჩენს. თსეუსთან შეკრებილები წავალთ პარლამენტისკენ. ვითხოვთ მშვიდობიან ცხოვრებას, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. ყველა გონიათ კონცეფტს, რომ ზაფხულია და ახლა ხალხი გაჩერდება და აღარ შეიკრიბებდა. აი ესეთ აქციებს, რომელსაც გარკვეული მიზანმიმართული მესიჯი გააჩნია, ხო, და კონკრეტული ნიშანი გააჩნია, რომ აი ამ დღეს მოხდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ხალხი ამ დროს სწორედაც მობილიზდება ხოლმე და იკრიბება. შეიძლება ვთქვათ ის რაოდენობა 100,000-ობით არ ჩანდეს, მაგრამ ეგ იმას არნიშნავს, რომ საპროტესტო მუხტი შეჩერებულია ან მოიკლო. ეს ისე ძალიან მძაფრია პატიმრების და სინდისის პატიმრების გამოშვება პირველ რიგში, რა თქმა უნდა, და ბუნებრივია ევროპისკენ სვლა, ესე ჩვენ აუცილებელი პირველ რიგში ეგ არის ჩვენი ამოცანა, რომ მაგას მივახციოთ და რა თქმა უნდა ახალი არჩევნები, რომელიც ჩვენ უნდა მოვთხოვოთ, ჩვენ უნდა განმახორციელოთ. როგორ შეიძლება კონცეფტს მოთხოვოთ და ანიშნოს არჩევნები. რა თავის მახეს და თავის სატუსაღოს ხوار გაიკეთებს, თვითონ ესენი ხო გარეწრები არიან. 7 საათი, საღამოს 7 საათი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს არის დრო და ადგილი, როდესაც ევროპული მომავლის მცველები იმ ადამიანებს ელოდებიან, ვისთვისაც ეს ბრძოლა არ დასრულებულა და ვისთვისაც პროტესტი ისევ გრძელდება. რა თქმა უნდა, დღევანდელ აქციას შეუერთდებიან ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც, იმ პარტიის წარმომადგენლები, ვინც თვლიან, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ახლა ყველაზე დიდი შეცდომა და ვინც ბოიკოტს უცხადებს თვითმმართველობის არჩევნებს, ისინი თვლიან, რომ ახლა მთავარი გამოსავალი რეჟიმის და რეჟიმის ცვლილება კი შესაძლებელია მხოლოდ დაუმორჩილებლობით და პროტესტით, რომელიც ისე უწყოტად გრძელდება ქვეყანაში. პირდაპირ ეთერში დიანა ჩირგაძე საუბრობდა.